მოგეხსენებათ, საქართველოში ხშირი არის ხოლმე კრიტიკა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება და ზოგადად აკრიტიკებენ ევროკავშირს და მინდა თქვა, რომ ისინი ხშირად ამას უკავშირებენ რომ თითქოს ადამიანს არ მოსწონს ევროპა და იგი არის ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ სამდვილეში ისინი არიან ევროკავშირის წინააღმდეგ და ადამიანები, რომლებიც არიან ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ ნამდვილად უფრო მეტად უყვართ ევროპა, ვიდრე იმ ადამიანებს, რომელთაც ევროკავშირის წარმატება სურთ, ან ევროკავშირს რაიმე სახით მაინც მხარს უჭერენ, რომ ეს ტერმინი ევროსკეპტიკოსი უფრო ხშირ შემთხვევაში, მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში უკავშირდება თავად ევროკავშირის კრიტიკას. 2001 წელს ორმა ავტორმა ტაგარდმა და შჩერბიაკმა გამოყვეს ევროსკეპტიციზმის ორი სახე, ერთი გახლავთ რბილი ევროსკეპტიციზმი და მეორე გახლავთ მყარი ევროსკეპტიციზმი. მე ამ შემთხვევაში ვარ მყარი ევროსკეპტიკოსი, რაც ასევე ნიშნავს პრინციპულ ევროსკეპტიკოს. ამ ხალხს და მეც გვინდა, რომ ევროკავშირი საერთოდ დაიშალოს. ევროსკეპტიკოსები კი არიან ის ადამიანები და პარტიები, რომლებიც ევროკავშირში გარკვეულ ცვლილებებს ითხოვენ და მათ სულაც არ სურთ ევროკავშირის დაშლა ან ევროკავშირიდან გამოსვლა. ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ევროკავშირში უნდა გატარდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საზოგადოების გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. წინააღმდეგებიან ევროკავშირის მოქმედი განვითარების მოდელს და სწორედ ამიტომ არიან კრიტიკულად განწყობილნი ევროკავშირის მიმართ, რადგან აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც როგორც ევროპელებს, ისე ჩვენც გვაწუხებს ევროკავშირის პოლიტიკის გამო და სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს ევროკავშირი, რაც უპირველეს ყოვლისა არის იმიგრანტთა პოლიტიკა, ესაა იმიგრაციო პოლიტიკა, რადგან ევროპაც გაიფსო ჩასულებით მუსლიმი, შავკანიანი არაბი მოსახლეობით, რაც რა თქმა უნდა ევროპელებს დისკომფორტს უქმნის და სწორედ ამ მხრივ მიმდინარეობს ევროკავშირის კრიტიკა, რაც სრულიად ჩემთვის პირადად სრულიად მისაღებია და მე სრულიად მესმის იმ ევროპელი მოსახლეობის, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ ცუდი არის შობადობის მხრივ და იმ მხრივ, რომ იკავებენ მათ ადგილს მუსლიმები, თესავენ არეულობას, კრიმინალს ამ ქვეყნებში, რაც რა თქმა უნდა ხალხის უკმაყოფილებას იწვევს, ამიტომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის კრიტიკა და მე საერთოდ არ მინდა, რომ საქართველო შევიდეს ევროკავშირში და პირიქით, როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირის განშორს ვარ და იმიტომ ვართ ესეთი უბედურები და რაღაც რეალურად ის არის, რომ ერთი პოლიტიკა ტარდება, აქაც ეს პოლიტიკა და ძალიან დამღუპველი არის ეს პოლიტიკა რეალურად. თქვენც ხედავთ, სადამდე მოგვიყვანა დემოკრატიამ, ლიბერალიზმმა. ევროპელებიც არანაკლებ დაღლილები არ არიან აი ამ მიგრაციული პოლიტიკის უკმაყოფილებას იწევს ევროკავშირის მიერ დაწესებული ნორმატიული დღის წესრიგი და ის კანონები, ის მიდგომები, რასაც ევროკავშირი ზოგადად ღირებულებების მხრივ თესავს და ნერგავს და განსაკუთრებულად აქ კეთდება აქცენტი აბორტზე და ასევე აი ამ უმცირესობების საკითხზე, LGBT პოლიტიკა და რაღაც თავსმოხვეული სისულელეები, რომლის დანერგვასაც ცდილობს ევროკავშირი, უნდა არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ მოსწონს LGBT პოლიტიკა და სახელმწიფო საერთოდ არანაირ სარგებლობას არ აძლევს აი ამ პოლიტიკის გატარება. პირიქით, მოგეხსენებათ, რომ ევროპაში შობადობის პრობლემაც არის და ნამდვილად ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს ეს ადამიანებში, იმიტომ რომ LGBT პოლიტიკა არის ჩვეულებრივი გარყვნილების დაკანონება, რომელიც მიმართული არის რაღაც ადამიანების დეგრადირებისაკენ, ამიტომ ევროპაში არიან ნამდვილად მოაზროვნე ადამიანები. მე იმ ხალხს დასცინო, ვისაც ევროკავშირში არ უნდა და თქვან, რომ თურმე ევროპა არ უნდა და ევროპა არ იციან და იქ ხელფასებია და ასე შემდეგ, ვაპატიეთ, მაგრამ მხოლოდ ფულზე არავინ არ იყიდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომელ ორგანიზაციაში სულაც გინდა რა ღირებულებებს ატარებს და როდესაც ესეთ ღირებულებებს ატარებს და ის ადამიანებიც კი დაღლილები არიან და ევროპაში უკვე ფაქტობრივად ეს ევროსკეპტიციზმი მეინსტრიმ საკითხი გახდა, რადგან შედეგები და რეალობა იმას ცხადყოფს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა აშკარად ზიანს აყენებს ნამდვილ ევროპელ მოსახლეობას.